ალექსანდრე ონიანი ემზარ წილოსანი ვეფხია ჯიშკარიანი ზვიად კაცაზე ცეიმურას ბერიძე ილია გაბუნია ილია შეყლაშვილი ირაკლი ჯანელიძე კახა კოშაძე ლევან მელქაძე მარლენ ბარამია მიხეილ დვალიშვილი ნიკოლოზ ფორჩხიძე რომან ზოიძე რუსლან წულაძე ფელიქს კაკაურიძე შმაგი კუპატაძე დღეს შინდისის გმირების დაღუპვის დღეა 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის ჯარი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვედითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულს გორის რაიონის სოფელ შინდისთან ჩაუსაფრდა. უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. დაჭრილების გადარჩენა სოფლის მცხოვრებლებმა შეძლეს, რომლებმაც ისინი ბრძოლის ველიდან მალულად გაიყვანეს. შინდისის ბრძოლას 5 გადაურჩა. გიგა მურვანიძე, ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია, თენგის ცანავა და ოთარ კალმახელიძე. სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დღეს დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ იქ მათი ოჯახების წევრები, ქართველი სამხედროები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბებიან. ჩემი კოლეგა ნინი ბალანჩევაძე იმყოფება იქ, ის ჩვენს ეთერს უერთდება ახლა. ნინი, რა ხდება, მათ მოგვიყევი. Კეთი 2008 წლის აგვისტოს ომის ყველაზე მძიმე ეპიზოდიდან შინდისის ბრძოლიდან ზუსტად 18 წელი გავიდა და დღეს აქ შინდისში გმირთა მემორიალთან დილიდან იკრიბებიან დაღუპული გმირების ოჯახის წევრები. აქ არიან ვეტერანები, სამხედროები, მათ შორის იმყოფებოდნენ უკვე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ცოტა ხნის წინ ადგილზე მოვიდნენ ოცნების ხელისუფლების წევრები, ოცნების პრემიერი, ოცნების პრეზიდენტი და მათ განცხადებებს უკვე მომდევნო გამოშვებაში მოგასმენინებთ, თუმცა სავარაუდოდ ის იქნება ისეთივე, როგორც ჩვენ მოვისმინეთ 8 აგვისტოს რიტორიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ომი 2008 წელს დაიწყო საქართველოს და რიტორიკა, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს კრემლის საოკუპაციო რეჟიმის ნარატივს, რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც დღეს აკეთდება ოპოზიციური პარტიები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ 18 წლის შემდგომაც კი ძალიან გასათვალისწინებელი არის ის ვითარება, რომელიც ოცნების ხელისუფლებამ შექმნა ქვეყანაში, ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და ის, რომ ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დამნაშავედ საკუთარი ქვეყანა გამოიყვანოს, მათ შორის საერთაშორისო დონეზე 2008 წლის აგვისტოს ომში, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა უკვე შეფასებები, რომ ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა. ისინი პატივს მიაგებენ დღეს გმირების ხსოვნას, ამბობენ იმას, რომ მათ თავი შესწირეს სწორედ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტისთვის ბრძოლას და შესაბამისად ეს ბრძოლა კიდევ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მათივე თქმით გრძელდება, ვინაიდან გრძელდება ოკუპაცია და ქართული ოცნების შემრიგებლური პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან. შინდისის გმირების თავდადება არის ის წმინდა მარადიული ბაირაღი, რომელიც ქართულ ხალხს თავისუფლებისკენ მიუძღვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მოვალეობა დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე, წინაპრების საფლავებთან, ჩვენს სიწმინდეებთან. ეს არის მოვალეობა გმირებისთვის, ეს არის მოვალეობა ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ბიჭების გმირობა მოგცა შესაძლებლობა ავისრულოთ ყველაზე დიდი ნატურა ჩვენ ქვეყანაში და ვიცხოვროთ გაერთიანებულ საქართველოში და ეს დღე მალე დადგება. რა თქმა უნდა, უმძიმესი დღეა დღეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ასევე არის საამაყო დღე, იმიტომ რომ 18 წლის წინ დღევანდელ დღეს შინდისელმა გმირებმა არნახული ბრძოლის მაგალითი და თავგანწირვის მაგალითი გვაჩვენეს. მხოლოდ დღევანდელ დღეს არა, ყოველ დღე უნდა ვიხსენებდეთ იმ თითოეული გმირის სახელსა და გვარს, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას შესწირა თავი. არის კითხვები, რაზედაც მინიმუმ ქართულ საზოგადოებაში უნდა იყოს მყარი პასუხები. გასაგებია, რომ არის გარკვეული კითხვები 2008 წლის სამხედრო კამპანიასთან მიმართებაში, მაშინ არსებულ საკომუნიკაციო კამპანიასთან მიმართებაში, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური კითხვები თუ ვინ არის აგრესორი, ვინ არის ოკუპანტი, რით დაიწყო, როგორ განვითარდა, როგორ გაგრძელდა, ამ კითხვების წამოწევა და ამ კითხვებზე ძალიან ბუნდოვანი პასუხების ძებნა, რასაც ჩვენ ვისმენთ დღესდღეობით, რბილად რო თქვათ, არის ძალიან სახიფათო და მავნე ექსპერიმენტი.
2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი დაიღუპა გმირულად და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთეს ჯერ საქართველოს წარმომადგენლებმა, სამხედროებმა, გენერლებმა. ისინი ამბობენ, რომ საერთოდ კითხვის ნიშნები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ომის დამნაშავე, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს და სწორედ ერთადერთი ომის დამნაშავე არის პუტინის რუსეთი. შესაბამისად ისინი ახსენებენ ოცნების ხელისუფლებას, რომ მათი განცხადებები მოქმედებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ეს არის მოღალატეობრივი განცხადებები და კითხვის ნიშნები არავისთვის საერთოდ არ არსებობს, რომ ომი სწორედ 2008 წელს დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და სწორედ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა 17 ჯარისკაცი 11 აგვისტოს. ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ჩვენი გმირები, რომელთაც ყოველ აგვისტოს ვგლოვობთ, დაიღუპნენ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში. ქართული ოცნება გვეუბნება, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟირო დანაყოფის მებრძოლები, შინდისის გმირები და სხვა გმირები, რომლებიც დაეცნენ ამ ბრძოლაში, შეეწინნენ შეცდომას. ჩვენ ჯერ საქართველოს წევრი ვეტერანები როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა ძალოვანი უწყებების და ბევრი მათგანი, ვინჩებს უკან დგას, მონაწილე არის უშუალოდ ამ ბრძოლების. ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქართული მებრძოლების გმირობის მიგვაჩნია არასწორად. ჩვენ სიმართლით ვიბრძოლებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის ოკუპანტი. აქ არიან ჩვენს გვერდზე ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ 2008 წელს აფხაზეთში ომში და პირველი შემოსვლა რო იყო აქ წესრიგის დასამყარებლად იყო მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოსული. მაშინაც ვიყავით ჩვენ აქ ეს ადამიანები და ასეთი სისასტიკით ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა, რაც რუსეთმა გააკეთა, ნამდვილად ენით აღუწერელია. ამის შემდეგ მოხდა ზუსტად უკრაინაში იგივეს გამეორება. აი ეს ბიჭები, შინდისის ბიჭებად წოდებული მეორე ბრიგადის ბიჭები, არიან გმირები, ესენი არიან გამგზელებლები, სამასი არაგველების, ხაზმა ხერხეულიძეების, კოჯრის გმირების და ასე შემდეგ. ქართული სული არ მოგდარა. როგორც უკვე გითხარით, სოფელ შინდიში გმირთა მემორიალთან ცოტა ხნის წინ მოვიდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. სავარაუდოდ ისინი უკვე რამდენიმე წუთში დადგებიან მედიასთან და მომდევნო გამოშვებაში ჩვენ მოგასმენინებთ მათ პოზიციებს, მათ შორის დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 8 აგვისტოს მაყურებელმა კიდევ ერთხელ მოისმინა ქართული ოცნების პოლიტიკური პოზიცია. ისინი საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებენ აგვისტოს ომის დაწყებაში და შემდგომ უკვე ამ პროპაგანდას იყენებს რუსეთის ფედერაცია. იმიტომ რომ 8 აგვისტოს შემდგომ ქართული ოცნების წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოყვა რუსეთის საგარეო განცხადება, რომლითაც ოკუპანტი სახელმწიფო ამბობს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი.